როგორც ახლა გვაცნობებენ ტელეკომპანია იმედთან უკვე სპეცრაზმის ძალებია მობილიზებული ისინი უკვე შემოიჭრნენ ტელეკომპანია იმედში. ჩვენ გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე და აუცილებლად მოგაწვით იმ კადრებს, რომელსაც ჩვენი ოპერატორები გადაიღებენ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, აი ეს წუთია გვაცნობეს, რომ ტელეკომპანია იმედში შემოიჭრა სპეცდანიშნულების რაზმი. ჩვენ ყოველ წამს ველოდებით, რომ სტუდიაში ჩვენთან შემოვა სპეცდანიშნულების რაზმი, ჩვენ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავდივართ. ტელეკომპანია იმედის თითოეული ჟურნალისტი ითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღეს ხელისუფლება არ წავა გარკვეულ პროვოკაციაზე და ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტების აქ მომუშავე ნებისმიერი ადამიანის მიმართ არ გარხორციელდება ზეწოლა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ჩვენი ეთერი გათიშულია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შესაძლოა წუთი-წუთზე აქაც საეთერო სტუდიაში შემოვიდეს სპეცდანიშნულების რაზმი. როგორც მემატყობინებენ, არხი გათიშულია, კერძოდ არხის სიგნალი სავარაუდოდ ანძიდან. და ამ წუთებში როგორც უკვე გითხარით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტელეკომპანია იმედში შესაძლოა უშუალოდ საეთერო სტუდიაში შემოიჭრა სპეცდანიშნულების რაზმი. იმისთვის რომ მოგმართოთ და გითხრათ, რომ ტელეკომპანია იმედში შემოვიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, მიღმიანების რაზმი, ყოველგვარი გაფრთხილების წინაშე. ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ როდესაც პრეზიდენტი საუბრობდა და როდესაც მან საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა, ვიფიქრეთ, რომ თუნდაც ფორმალურად შენარჩუნებული იქნებოდა ქვეყანაში, თუნდაც ის, რომ იმედი იმაუწყებლებდა. ამ წუთისთვის მე მაქვს ერთ-ერთი მიზანი მიმართო ხელისუფლებას მაქსიმალურად თავშეკავებულობისკენ მოუწოდოს თავის თანამშრომლებს, რომ მაგ რომელიმე ჩვენი თანამშრომელი არ დაზარალდეს. ჩვენ არ ვაპირებთ ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევას და ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი თანამშრომლების ხელყოფა ფიზიკურად დაზარალება, იქნება მათი პასუხისმგებლობის ქვეშ. სანამდროა მიმართავთ ყველა საქართველოში და საზღვარგარეთ საერთაშორისო საზოგადოებას, საელჩოებს, რადგან საქართველოში უკვე არ არსებობს ზალა, რომელიც ამ დიქტატურას და ტირანიას შეაჩერებს, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა საქართველოში ადამიანებს მიეცეთ საშუალება არსებობის, სიცოცხლის, თავის საქმის კეთების და საკუთარი სიცოცხლის დაცვის. მიმართავ ამ სტუდიიდან საქართველოს საპატრიარქოს, მიმართავ მის უწმიდესობას და უნეტარესობას. ვინ თუ არა საქართველოს საპატრიარქო მიცის, რას აკეთებდა და რას საქმიანობდა იმედი მთელი ამდენი წლის განმავლობაში. ეს იყო ერთადერთი ფანჯარა, რომლითაც საქართველო უყურებდა სიმართლეს. ეს იყო ერთადერთი ფანჯარა, რომლითაც ალტერნატიული აზრი ისმოდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მე წარმოვიდგენია ხარ ამ მდგომარეობაში არიან ჩვენი ოჯახის წევრები, მე მინდა მიმართო თითოეულ მათგანს, მათი ოჯახის წევრები ფიზიკურად არც ერთი რამდენადაც მე ვიცი ამ წუთებისთვის არ არის დაზარალებული. ეხლა მე ხედავ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები ფაქტობრივად თლიან ეხლა შემოდიან ჩემთან სტუდიაში. ასე რომ მე მინდა გთხოვოთ, რომ არ ვიცი რა უნდა გთხოვოთ, მე აღარ ვიცი რა უნდა გთხოვოთ, იმედი გვაქვს, რომ გონიერებას მოუხმობს ხოლმე და აგრაიმე არ მოხდება ისეთი, რომ ვინმე დაზარალდეს. მე მინდა ყველას გითხრათ დიდი მადლობა. საერთაშორისოში შემოვიდნენ უკვე და ალბათ ამ წუთებში აქაც შემოვლენ. მე მესმის ხმაური და ისმის ახლა ყვირილი ჩვენ სააპარატოდან და დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ფიზიკურად ადამიანებს არ იხმარენ. თუმცა ხმაური ისმის ტელევიზიაში და რაღაცა საშინელება ხდება.
ჯერჯერობით ჩვენ ტელეეთერში ვართ, თუმცა სტუმრები მოვიდნენ. კარგით, დროებით გემშვიდობებით. არის ნერვიულად, ყველაფერი კარგად იქნება. გამოხურულია უკვე ეთერიდან აღარ.